პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოზების, ჭხირების, თებშების, საწრუპების და სხვა პროდუქტების რეალიზაცია იკრძალა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის იანვრიდან უკვე აკრძალულია. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აკრძალვა მათ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა. ლანჩ გრუპის გენერალური დირექტორი ნინო მელაძე განმარტავს, რომ კომპანიებს მარაგების სრულად ამოყიდვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მისივე ინფორმაციით ახალმა რეგულაციებმა უკვე გამოიწვია ადგილობრივი წარმოებების გაჩერება. ბიზნეს სექტორი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ხელისუფლება მათი თხოვნა ვადების გადაწევასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. მეწარმეები ითხოვდნენ, რომ რეალიზაციის უფლება ზაფხულის სეზონის ბოლომდე, კერძოდ 1 ივნისამდე ან ივლისამდე გაგრძელებული იყო, რათა დაგროვილი მარაგების ამოყიდვა მოესწროთ. 1 აპრილიდან საქართველოში კომპანიების ნაწილმა ადგილობრივი საკურიერო მომსახურების ტარიფები გაზარდა. კომპანია OnWay-ის დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ფასების კორექტირება გარდაუვალი ნაბიჯი იყო სექტორისთვის, რომელიც საწვავის მზარდი ხარჯების ფონზე ფუნქციონირებს. მისი თქმით, ტარიფები საშუალოდ 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა, რაც გზავნილის წონასა და კატეგორიაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა ტარიფების შენარჩუნებას, თუმცა საწვავის ფასის მკვეთრმა ზრდამ საოპერაციო ხარჯები კრიტიკულ ნიშნულამდე აიყვანა. ამასთან თამარ გოგოლაშვილის თქმით, ადგილობრივი ტარიფების მცირედი მატება რითეილ სექტორისთვის იმდენად მძიმე არ იქნება, რამდენადაც გლობალური ლოგისტიკური კრიზისი. უკვე დავფიქრდით ფასები როგორ დავაკორექტიროთ. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ქართული კრაფტ-ლუდის ლუდსახარში ბაიობრებერის თანადამფუძნებელმა გიორგი მარუაშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა საწარმოსთვის უკვე მნიშვნელოვან ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან საწარმო მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, კომპანია უკვე განიხილავს ფასების კორექტირების საჭიროებას. მეწარმის შეფასებით, ეს არის სამუდამო ხასიათის გაძვირება და არანაირი გარანტია, რომ ფასები მომავალში დაუბრუნდება საწყის დონეზე. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალია. საზღვარგარეთ ღვინის პოპულარიზაციის სუბსიდირების პროგრამით სულ 5 კომპანია 224,300 ლარით დაფინანსდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადი 20 კომპანიამ შეიტანა. დაფინანსება კი ვილო მოსავალმა მეღვინეობა ჩელთიმ, თიკო, ისთეიტმა, BG Wines-მა და ასკანელმა მიიღეს. უნდა აღნიშნოს, რომ წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით, როგორც კომპანიების რაოდენობა, ასევე დაფინანსების მოცულობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. 2025 წელს 9 კომპანიამ 692,969 ლარის სუბსიდირება მიიღო. 2024 წელს 5 კომპანია 243,291 ლარით დაფინანსდა. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2025 წელს წლიურად 20%-ით 676,685 ლიტრამდე გაიზარდა.